ინგა ეს ძალიან ძნელია, ძალიან ბევრი ადამიანი აპროტესტებს, ძალიან ბევრი ადამიანია ვისაც უნდა რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს უკეთესობის, ძალიან ბევრი ინგა. ამიტომ ნუ მოვთხოვთ მათ პირიქით მადლობა უთხრათ იმათ, ვინც მართლა დაუჯერებელ რაღაცას აკეთებს, აი წარმოუდგენლად. მაგრამ მეორეს მხრივ მე არ მომწონს, ხო იცი არ მიყვარს. აი ახლა კი არა და შარშან კი არა და შარშან წინ კი არა, ინგა. აი სტუდენტი რო ვიყავი და გავარვარებული საბჭოთა პერიოდი იყო, აი პირველი მიტინგზე 1987 წელს ვარ, აი რუდიდან ამბავს ხო. მაშინაც კი როცა ვიცოდი რომ აი რამდენიმე ადამიანი მოვიდოდა და თითეული იყო, აი ჰაერივი და წყალი საჭირო, მაშინაც კი არავისთვის არ მithქვამს რომ შე რატო არ მოდიხარ, იმიტომ რომ მაშინაც კი დარწმუნებული ვიყავი რომ პასუხისგებლობა ადამიანმა პირველ რიგში უნდა მოთხოვოს საკუთარ თავს. ხო გესმის? მე მივდიოდი, ვეუბნებოდი რომ მივდიოდი. ვისაც უნდა და მოდიოდი. ხო გესმის? არავისთვის დამივალდებული, არავისთვის. ერთადერთ, მით უმეტეს, როცა მორალზეა ლაპარაკი, ხო ის მე მართლა ყველაზე ამორალური ჩემი თავი მგონია და ყველაზე ჩემზე ამორალური მგონია, იცი, ვინც მორალზე იწყებს ლაპარაკს და პირიქით, ვინც პასუხისგებლობა და მორალი ადამიანმა, ვისაც უნდა მოთხოვოს საკუთარი თავია, ხო გესმის? სხვას რო თხოვ, ესე იგი პრობლემა გაქვს შენ. და ამიტომ არ მიყვარს რომ ასე ამბობენ რომ ეს ვისაც როგორ შეუძლია, რამდენიც შეუძლია, იმდენი უნდა გააკეთოს და პირიქით მე დარწმუნებული ვარ, მე ხო აი ძალიან ღია ადამიანი ვარ, დავდივარ ასე სოფელ, ხო იცი? ადამიანებში იმ ხედი სურვილი და წყურვილია რომ შეიცვალოს ისა რა ქვია, რახან უნგრეთის მაგალითი გვაქვს. გძნობ ამას რეგიონებში, თბილისის სიტუაცია გარკვეულია, რა დამოკიდებულება აქვთ, როგორ უნდა თბილისის მაცხოვრებლებს ცვლილებები, მაგრამ რეგიონებში რა მოგა. ის ადამიანები, რომლებიც მადლიერები არიან, ისა ბიძინა ივანიშვილის იმის გამო, რაც მან გააკეთა 2012 წელს, ის ადამიანებიც იმ ადამიანებსაც რა თუნდაც 18 წლის ისა რა ქვია, საბაჯიქია ციხეში. ანუ მათთვისაც დისკომფორტული. ისინი ხვდებიან რომ გასაგებია რომ ეს იყო რა ქვია, აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რაც მოხდა 2012 წელს, გასაგებია რომ ამის გამო არიან მადლიერები, მაგრამ იმის მერე იმდენი წელი გავიდა, შეუძლებელია რომ გესაუბრებიან ხოლმე ღია და რა თქმა უნდა ხა ძალიან ძნელია ამის დამალვა, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი სამშობლო გოგ და ერთ-ერთი სიცოცხლე გოგ. რა ვქნათ, აბა აი რამდენი ათეული წელი უნდა გავიდეს. რატომ გეკითხები, იცი, მე სულ მაინტერესებს რეგიონებში, თბილისი ვიცით რა განწყობა აქვს. რეგიონებში ადამიანებს რაზე აქვთ რეაქცია, რას ფიქრობენ, როგორ უყურებენ ამ ყველაფერს, რაზეც ჩვენ საუბრობთ. პოლიტექნიკას რაღა ისა ფეხბურთი ვახსენეთ, ფეოლა, ხო იცი, შედევრი, ბადურწულაძის შედევრი, ფეოლა. იქ ამბობს გენიალურ ფრაზას, ნუ ბევრი გენიალური ფრაზა რეზო გაბრიაძე და სცენარის ავტორი და ბავშვი ეუბნება რომ ეგენო სუსტებიან თამაში არის მე ის სუსტები უფრო მაინტერესებს გენიალური ფრაზა ხო და მეც რომ მივდივარ სადმე ყველას ვეკითხები რომ ვინ არის ქართული ოცნების მხარდაჭერი მე იმ ტერმინებს არ ხმარობ ხო იცი შეურაცხყოფას იმიტომ რომ ჩემთვის სულ ერთია ყველა თავისუფლება არის აზროვნების კატეგორია აი რუსთაველი რასაც ამბობს აგერ მაქვს რუსთაველი რასაც ამბობს რუსთაველი რომ გვაქვს უთვალავი ფერით ანუ თავისუფლება მე ისინავს ინგა რომ ჩვენგან როგორც რა უნდა განსხვავდებოდეს სხვა მისი განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს და უნდა შევძლოთ თანაარსებობა, ეს ვერ გავაგებინეთ ხელისუფლებას, რომ ერთ სივრცეში, ერთ სახელმწიფოში, ერთ საზოგადოებაში. რა უნდა, რაც არ უნდა არ მომწონდეს სხვისი აზრი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მისმა აზრმა იარსებოს. ყველგან ვეძებ მაგ ხალხს, იმიტომ რომ მათი მოტივები და არგუმენტები მაინტერესებს. ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ამას ხო არ ელოდნენ, მათ ხო ეს ნამდვილად არ უნდათ, რომ მინისტრებს ისა რა ქვია, ოქროზოდები აგროვონ მინისტრებმა და ეს ხო წარმოუდგენელი რამეა, რაზეც ლაპარაკობენ და ისა რა ქვია, მილიონები. ეს ხო დაუჯერებელი რამეა. ეს ხო მართლაც არ უნდათ. აი ვინც მართლა არ უნდა უკან იმაში რა ქვია რუსეთის იმპერიაში დაბრუნება, იმ ხალხისთვის, კაი, ქართული ოცნების მხარდაჭერი იყო უამრავი. ყოველ შემთხვევაში ფაქტი იყო 2012 წელს ეს ასე იყო. მაგრამ დრო რო გავიდა, გასაგებია რომ ყველაფერი იცვლება. მე სულ მინდა რომ მათ მიმართო, რომ ეს არაფერი არ არის ტრაგიკული. აგერ უნგრეთის იმას უსმენდი რა ქვია ორბანის ისა დამარცხების ღამეს და სულ ერთი და იგივე ფრაზას იმეორებდნენ ეს უნგრელები რომ ისა დიახ ჩვენ აბა იმიტომ დავამარცხეთ ორბანი რომ ჩვენ ევროპა ვართ რა ევროპელები უნგრელები არიან ჩვენთან შედარებით ინგა აგე ივანე ჯავახიშვილი წაიკითხე როდის მოვიგონეთ ევროპა ჩვენი შექმნილია ეგ ცივილიზაციურად ეს ჩვენი გამოგონილი ის არის რა ქვია მართლა გეოგრაფია ხო კი არის გეოგრაფიულად უნგრელები ინგა გეოგრაფიულად კი ბატონო ევროპაში აღმოჩნდნენ მე-9 საუკუნე იყო და მე-10 საუკუნე რომ დაიწყეს მოსვლა აი ატილასაც თავიანთ იმას თვლიან წინაპრად და ატილასაც ჩაუთვლი იყოს მე-5 საუკუნე იყოს მე-4 საუკუნე ჩვენთან შედარებით ინგა რა უნგრელები ხალხო ეთნოგენეზისის თვალსაზრისით
ჩვენი შექმნილია, ჩვენი მართლა ჩვენი სახლია, აი როგორც არმაზ ახვლედიანს, ჩვენი სახლია მართლა